Ზორდი, სმენა, დილა მშვიდობის. დავიკეცი, ახალი კონცეფცია, ახალი იდეები და ახალი მიზნები. ლევან ვასაძის ცხოვრებისა და საქმიანობის მთავარი ეტაპი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა, მოსწავლეები და თანამოაზრეთა გუნდი. მაშას იწყება მასტერ-კლასი, თუმცა ამ ბავშვებს ვფიქრობ, რომ ეს უკვე მასტერ-კლასი არის, ჩვეულებრივი პროფესია არის. იწყებ ჩავლობას. ვუცნებობთ, რომ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ბავშვები გავზარდოთ წესიერ ადამიანებად, თანამედროვე კი ბატონო კონკურენტუნარიან, მაგრამ ბედნიერ წესიერ ადამიანებად. გზა სტუდენტური მოძრაობიდან თანამედროვე საქართველომდე. სკოლა, ოჯახი, მეგობრები. ლევან ვასაძის პორტრეტი იმედის პირდაპირ ეთერში. მაშინ 12 წლის ვიყავი. როდესაც ეს ეპიზოდი გადაიღეს. 12 წლის შემდეგ ბევრი ხანი გავიდა და მე შევეცდები, რომ ავწერო ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდები. Пока, наверное, главный ее муж не появился. Уже тогда перестала она выбрасывать цветы, когда он всегда приходил с такими большими букетами роз. ძალაუნებურად ეს სილამაზები დავინახე, ცოტა ხანი გავყევი. მდენაც დამაინტერესა ამ გოგოს გარეგნობა. საერთოდ როგორ ცხოვრობს დღეს ლიკა ქავშარაძე? მისი ყოველდღიური საქმიანობა, საყვარელი კაფე, მხატვრობა, მეგობრები, ოჯახი. ყველაზე ლამაზი ქალი საქართველოში. ჩვენ მისი დაბადების დღისთვის ვემზადებით. დღეს საღამოს 22 საათზე იმედის პირდაპირ ეთერში ლიკა ქავშარაძის დაბადების დღე.